გინდა ვნახოთ თუ რა იცი ოლიმპიურ თამაშებზე. მაშინ დავიწყოთ. სად ჩატარდა პირველი ანტიკური ოლიმპიური თამაშები? ათენში, სპარტაში, ოლიმპიაში, დელფოში. ოლიმპიაში. ძველი წელთაღრიცხვით, რომელ წელს გაიმართა პირველი ჩაწერილი ანტიკური ოლიმპიადა? 953 წელს. 776 წელს. 593 წელს. 393 წელს. 776 წელს. რომელ ღვთაებას ეძღვნებოდა ანტიკური ოლიმპიური თამაშები? აპოლონს, პოსეიდონს, ჰერაკლეს, ზევს. ზევს. რა იყო გამარჯვებული ჯილდო ანტიკურ თამაშებში? ოქროს მედალი, ვერცხლის მედალი, ზეთისხილის გვირგვინი, ვერცხლის გვირგვინი. ზეთისხილის გვირგვინი. ვინ ითვლება პირველ ოლიმპიურ ჩემპიონად ისტორიაში? აქილევსი, კოროებოსი, მილონ კროტონელი, ლეონიდასი. კოროებოსი. რომელ ქალაქში გაიმართა პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები? პარიზში, ლონდონში, ათენში, რომში. ათენში. რომელ წელს ჩატარდა პირველი თანამედროვე ოლიმპიადა? 1914 წელს. 1896 წელს. 1924 წელს. 1888 წელს. 1896 წელს. ვინ იყო თანამედროვე ოლიმპიური თამაშების აღორძინების ინიციატორი? პიერ დე კუბერტენი, თომას ბახი, ხუან ანტონიო სამარანჩი, დემეტრიუს ვიკელასი. პიერ დე კუბერტენი. რა ერქვა პირველ ერთადერთ სპორტულ სახეობას ანტიკურ თამაშებში? კრივი, ჭიდაობა, მარათონი, სტადიონი. გაგიკვირდებათ და სტადიონი. რამდენი რგოლია გამოსახული ოლიმპიურ სიმბოლოზე? 3, 4, 5, 6. 5. თუ გაინტერესებს ასტროლოგია, გვეცვიე astrohub.gz. ლინკი კომენტარებში.